სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ვინც სულიერად ცხოვრობს, არაუბრალოდ როგორც ხშირად გავმყოფთ ხოლმე, გავმყოფთ არა იმიტომ, რომ გასაყოფია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის გასაგები იყოს. როგორც გავმყოფთ ხოლმე რელიგიურ ცხოვრებას ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისაგან, თორე წესით ეს მართლმადიდებლობაში სინონიმებია და არ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრებით ვახერხებთ ამას, რომ ეს ორი რამ განყოფილია. ვინც ცდილობს უпроსორეთ, რომ სულიერი ცხოვრებით იცხოვროს და არ დაკმაყოფილდეს უბრალოდ რელიგიურობით, ეკლესიურობით, გარეგანი ეკლესიურობით, ის აუცილებლად პერიოდულად დაფიქრდება ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ჩვენს მიერ დროის კარგვა ქვია. ჩვენ სამწუხაროდ დრო ხედავთ, რომ ძალიან სწრაფად მიდის და ჩვენ ხედავთ, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრ დროს კარგავთ და ეს ის დროა ღვთისაგან ჩვენთვის მოცემული, რომელიც უნდა მოვახმაროთ, გამოვიყენოთ ღვთისძიების საქმეში. რა არის დრო? დრო ეს არის ყოფიერება გამფენილი, ესეთი განშლადი და თანმიმდევრულად წარმოჩენილი და გამფენილი ყოფიერება. ხვალინდელი დღე კი არა, რამდენიმე წუთის იქია ჩვენ საუბრობთ და ცოტა ხანში რამდენიმე წუთი გავა და ჩვენ ვიცით ახლა თეორიულად, რომ ჩვენ რო ვისაუბრებთ, მე განვიმოსებით, ჩვენ გარეთ გავალთ, ყველა თავთავის ადგილას წავა, ყველა მიცით რომ სახლში მივა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს ჯერ არ მომხდარა. არ არსებულია. რამდენიმე წუთის შემდგომი რეალობა არ არსებულია. და აი დრო ისეთი უცნაური რამეა, სამყარო შექმნილი არის დროში და სივრცით და მასით და დროში და ეს დროში გამფენილია ეს და შეიძლება ასე ითქვას, რომ არ არსებობს და გარკვეული დროის მერე ის უკვე არსებობს, მერე ის უკვე არსებობს. ეს აი ამ ყოფიერებაში ვართ. ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელთაც ადამიანები ვარსებობთ. არის ყოფიერების სხვა ფორმა ღმერთის, სადაც დრო არ არის საერთოდ არც სივრცე და არც მასა, მაგრამ ამავე დროს არ არის დროში გამფენილობა, სივრცეში გამფენილობა, მაგრამ ყველაფერს მოიცავს. და მოიცავს არა მარტო იმას, რაც არის, არამედ მოიცავს იმას, რაც იყო და მოიცავს იმას, რაც იქნება. უკვე მოიცავს, ამიტომაც მან იცის ღმერთმა რა იქნება, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ღმერთმა იცის, იმიტომ რომ ღმერთი არაფრისაგან ქმნის სამყაროს და ხვალინდელი დღე, რამდენიმე წუთის შემდგომი რეალობა არ არსებობს და ის მერე იარსებებს. ესეთ უცნაურ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ ეს დრო არ არის უსასრულოდ ამ ქვეყნიური, ის ამოწურვადია და ძალიან დიდი სისწრაფით მიდის და ჩვენ უნდა მოვასწროთ აი ამ მოცემულ ძალიან პატარა დროში და რამდენი გვაქვს ჩვენ თითოეულ ჩვენთანგას არ ვიცით, შეიძლება 100 წელი, შეიძლება ხვალ გარდავიცვალოთ და ამიტომ მოსასწრებად აგვაქვს საქმე და როცა ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მან არ იცის რა აქვს მოსასწრებად საქმე. ხორციელი ცხოვრება მოგეხსენებათ, რაც მეც ისიამოვნებს ხორცი და თუ ამას ჩავთვლით, მაგრამ გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ეს უაზრობა, აი თუ ადამიანი სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს, რა აქვს მოსასწრები არ იცის. თუ ამ ქვეყნიური დიდი გრანდიოზული მიზნები არ აქვს, დიდი დიქტატორი არ არიან, დიდი მეცნიერი არ არის, მაგრამ ესეც წარმავალია. მეცნიერული მიღწევებიცა და დიქტატორის გამარჯვებებით საბოლოო ჯამში ყველაფერი ამ სამყაროში ჩაიკარგება, ამ მიწაში ჩაიკარგება და არაფრისაგან არაფერი აღარ დარჩება აბსოლუტურად. ხოლო რელიგიური ადამიანი მან იცის, რომ არსებობს ღმერთი და მისკენ უნდა ისწრაფოს და აი თუ რელიგიური ადამიანი ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, აი მხოლოდ ის მიხვდება რა აქვს მოსასწრები. დრო გადის და მე როგორც კი ამ ქვეყნიდან გავალ, მე უკვე პირისპირ ვდგები ღვთის წინაშე, მთელი ჩემი პასუხისგებლობით და რეალურად მოსწრებული არაფერი არ მაქვს. ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი ნაყოფი მე ვფიქრობ არის ის, რომ ადამიანი ხვდება, რომ მას მოსწრებული არ აქვს თავარი და თავარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. ამიტომ ადამიანი მუდამ წუხს, მუდამ განიცდის და ეს მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეს მდგომარეობა ადამიანს არ ექნება ის შინაგანი მუხტი, რომ მან
ძალიან ძლიერად მთელი არსებით იყოს მობილიზებული, რომ ეძებოს ღმერთთან ერთობა. ესეც არის სასופველიცისა იძულების და ვინც მიიტაცებს იგი დაიმკვიდრებს სასופველს, უნდა მიიტაცო, აი ეს არის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა თითოეულ ჩვენთაგანს აქვს. და როდესაც ადამიანი როცა ადამიანი ხვდება, რომ ბევრ დროს კარგავს და ეს დროის კარგვა ნიშნავს იმას, რომ სულიერ ცხოვრების სერიოზული დეფიციტი აქვს, ეს სერიოზული ცხოვრების დეფიციტი ძალიან ბევრ რამეში ვლინდება და ერთ-ერთი რაშიც ეს ვლინდება, ეს არის მოწყენილობა. მოწყენილობა, როცა ადამიანი იწყენს და რომ არ მოიწდა, მოწყენილობა არის საშნელი განცდა, ვისაც ეს ვის არ გამოუცდია, მე ყველას გამოუცდია. მოწყენილობა ესეთ საშნელი განცდა, რომ ადამიანს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს და მოწყენილობიდან გამომდინარე, იგი ეძებს გამოსავალს რა არასწორს, მიმართავს სხვადასხვა მიწიერ საშუალებებს. მოწყენილობის გაფანტვისათვის და მოწყენილობისაგან თავდასაღწევად ჩვენ მიწიერ საშუალებებს მივმართავთ. თითქმის ყოველთვის და ეს არასწორია. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის მწვავე აპენდიციტზე ანესთეზია, ტკივილგამაყუჩებელი უფრო სწორედ და არა ქირურგიული ჩარევა. იმიტომ რომ ის კი აღარ გტკივა, მაგრამ პრობლემა ისევ შენთან რჩება და უფრო მძიმდება. აი ამგვარი რაღაცა არის და მოწყენილობისაგან თავდასაღწევად ადამიანმა მოიგონა ბევრი რამე. აი მაგალითად პირველი ადამიანთა შორის ვინც ღმერთი დაკარგა, თავის შიგნით ღმერთი ვინც დაკარგა, მე გულისხმობ უკვე 60-დან განდევნის მერე ვინ იყო? ის იყო კაენი. კაენი პირველი კარგავს ღმერთს თავის შიგნით. და გაუბედურებული მიდის, გასაცოდავებული მიდის და შეშინებული და დამძიმებული. და სწორედ ამიტომ და აქედან გამომდინარე მას ეწყება ეს საშინელება, რასაც მოწყენილობა ქვია. და ყოველშორის მოწყენილობა ბერძნულ ორიგინალში გამოითქმება სიტყვით აკედია. და ეს აკედია ქართულ მოწყენილობას არ ნიშნავს უბრალოდ. იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება მოწყენილობა გაიგოს, რომ მოვიწყინე. სინამდვილეში ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ეს აკედია ძალიან ბევრ რამეს მოიცავს თავის თავში. და აი კაენმა მოიწყინა მოწყენილობაში მყოფმა და გამოიგონა და პრინციპში პირველი აი საფუძველი ხელოვნებისა. ეს არის ხუროთმოძღვრება, ეს არის სამკაულები და ეს არის მუსიკა. ეს არის კაენისტური ცივილიზაციის ერთ-ერთი პირველი ნაყოფი. ღმერთს დაცილებული ადამიანი მოიწყენს, სულიერ სიცარიელეს გზნობს და ქმნის ყავარჯენს, რომ პირუტყვს არ დაემსგავსოს და ქმნის ხელოვნებას. ანუ ხელოვნება ადრეს გვითქვავს, ეს არის ყავარჯენი უღმერთო ადამიანისათვის, რომ არ დაემსგავსოს ადამიანი პირუტყვს. თორე პირუტყვს უკვე ეს ყავარჯენიც აღარ ჭირდება. ამიტომ ხელოვნება თავისთავად კარგი რამეა, რადგან იგი გამოსავალია ერთგვარი, მაგრამ იგი საბოლოო გამოსავალი მაინც არ არის. ასევე მეცნიერება და ასევე რაც ყველა საშინელება, უაზრო დროსტარება, უკანონო სიამოვნებანი, მათ შორის ნარკომანია, თამბაქო, მემთვრალეობა, სიძვამრუშობა, აზარტული თამაშები, ეს ყველაფერი უკანონო სიამოვნებანია. და კანონიერი სიამოვნებანი ასევე რომელიც უკანონობაში უზნეობაში გადადის ყოველას გამოუცდია ალბათ რომ მოწყენილობისაგან აღარ იცის რა და ადამიანი ჭამას რო იწყებს არშია და ჭამს იმიტომ რომ მოიწყინა ეს არის საშინელება გამოსავალი აქედან რა არის გამოსავალი ერთადერთია მივხვდეთ მიზეზს და მიზეზი არის უღმერთობა როგორ შეიძლება ადამიანის გული მოწყენილობაში იყოს თუ მასთან ღმერთია იმიტომ რომ ღმერთი იყოს სისავსეა ყველაფრისა აბსოლუტურად ღმერთთან ყოფი ადამიანი მოწყენილი როგორ იქნება ხო და აი როცა ადამიანმა იცის ეს და მორწმუნეს გულისხმობ და როგორც კი შეატყობ რომ მოწყენილი ხარ და არიცი რა ქნა და სხვათა შორის ერთ-ერთი რასაც აკეთებს ადამიანი ამ დროს ეს არის მიმომწვრილველობა რასაც ჩვენ ეფრემასურის ლოცვაში ვევედრებით სულ მიმომწვრილობისა რომ აგვარიდოს მიმომწვრილობა რომ მიედმოედება და ეს მიედმოედება არის რასაც ადამიანი ქმნის მერე სამყაროში ღირებული საკითხები ღირებულ რაღაცებსაც ხელოვნება მეცნიერება და ასე შემდეგ სპორტი და ამავე დროს ესე იგი სხვადასხვა უზნეო სიამოვნებანი და ასე შემდეგ. ანუ ყველა რაღაცა კარგია, რაღაცა ცუდია, მაგრამ მთლიანობაში
თუ რაიმე ღმერთს ჩაენაცვლება, მეცნიერება რო ღმერთს თუ ჩაენაცვლა ჩემთვის, მეცნიერება ხდება კერპი და ჩემთვის დამღუპელია. ქველმოქმედება, სიკეთის ქმნა, ადამიანის მსახურება, ჩაენაცვლა ღმერთს ჩემთვის და სიკეთის ქმნა, ქველმოქმედება, შვილებზე ზრუნვა, ჩაენაცვლა ღმერთს ჩემთვის და შვილებზე ზრუნვა ჩემთვის გადაიქცა კერპად. ნებისმიერი რამე, ნებისმიერი სიკეთე კერპად იქცევა თუ ის ჩემში ღმერთს ჩაენაცვლება. მაგრამ ეს ყველაფერი არის მცდელობა პლუს კიდე ღმერთს მოწყენილობას გავექცე. ამიტომ როგორც კი შევატყობთ ჩვენ თავში რომ არის მოწყენილობა იმ წამსვე თავარ მიზეს მიხედოთ ღმერთთან ურთიერთობის დეფიციტი გვაქვს და იმიტომ არის ეს. მერე ადამიანი მოწყენილი რომ არის და ეს ნიშნავს რომ ღმერთთან ურთიერთობის დეფიციტია, გულით სარიელი აქვს და იწყება ამ გულის გავსება სხვა რაღაცეებით და აი დღესაც სახარებაში აღმოვიკითხეთ რომ ძნელად შევა სასუფეველში ვისაც აქვს გულში საფასე. გულს არ შეუძლია რაღაცა არ უყვარდეს. თუ გულს არაფერი არ უყვარს, საერთოდ არაფერი არ უყვარს. ეს გული არის მიდრეკილი სასწორკვეთილებისკენ, აბსოლუტური უიმედობისკენ, დეპრესიისაკენ და მოკვდება უბრალოდ. გულს აუცილებლად ვიღაცა თუ არა, რაღაცა მაინც უნდა უყვარდეს. და არ შეუძლია გულს ხვანაირად. ხო და როდესაც ღმერთი ვერ უყვარს, იმიტომ რომ ღმერთისათვის დახურა თავისი თავი, მაშინ მას უყვარდება რაღაცა სხვა რამე. და აი სხვა რაღაცა რო უყვარდება, ის რაღაცა მისთვის ხდება მნიშვნელოვანი განძი, საფასე. და გული ივსება სხვადასხვა საფასეებით, სხვადასხვა ძვირფასი, მისთვის ძვირფასი რაღაც რეალობებით და სწორედ ამიტომ უფალი ესეთ ადამიანზე ამბობს. ძნელად შევა სასუფეველში ის, ვისაც გულში აქვს საფასე. ესეთი ადამიანი არის მდიდარი ამასოფლით. და აკლემი უფრო ადვილად გაძვრება უნემს სისხლში. და სხვა ადგილას ამბობს უფალი, ნეტარი იყვნენ გლახაკნი უკვე. ანუ ვისაც არაფერი არ აქვს, საფასე არ აქვს. გლახაკნი სულით. მაგრამ ყავს ღმერთი. ანუ მდიდარია ღმერთით, მაგრამ ამ ქვეყნიური თვალსაზრისით შიგნით ღარიბია. ეს აქედან გამომდინარე ხვდებით, რომ ეს არ ნიშნავს გარეგან სიღარიბეს და გარეგან სიმდიდრეს. ეს არის გულის მდგომარეობა. იმიტომ ადამიანი შეიძლება იყოს მდიდარი, ხშირად გვითხოვს გარეგნულად და შიგნით გლახაკი, და ადამიანი გარეგნულად შეიძლება იყოს გლახაკი და შიგნით მხოლოდ რაღაცები ეზმანებოდეს ამ ქვეყნური და შიგნით იყოს მდიდარი იმ სურვილებით. ესია. ამიტომ გულს მივხედოთ და გულს გაუფრთხილდეთ ამ კუთხით. მოწყენილობას ვერ ბრძოლოთ ჭეშმარიტი ლოცვით. ადამიანი ვერ მიხვდება აი ამ პრობლემებს. ეს თეორიულად ახლა ჩვენ რო ვისმენთ ამას, ხო, ამას ჩვენ ხვდებით, კითხულობთ, გვესმის. თავის ტყავზე ვერ მიხვდება, თავისი ტყავით, თავისი შეგრძნებით ვერ მიხვდება ამას. რა ხილია ეს მოწყინება, რომელიც ასევე, ესე იგი, მოწყინებას კი გზნობს, მაგრამ აი ის სულიერი თვალსაზრისით და როგორ უნდა დავამარცხოთ იგი ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით. ვერ მიხვდება ადამიანი ასევე, რას ნიშნავს დაკარგვა დროისა. დღეს სამი კანონი წავიკითხე, ორი დაუჯდომელი, დილა საღამოს ლოცვები, ახსარება თქვი ვეზიარე, არ დამიკარგავს დრო ღვთისძიებაში, ვეძებდი ღმერთს, მაგრამ გავეწყდება, როგორ გვასწავლიან წმინდა მამები, ლოცვათა კითხვა, საგალობლების, დაუჯდომლების და ასე შემდეგ, არ ითვლებოდა ლოცვათ, როგორც ასეთი. და იგივე იოსებ ისიხაც, რომელიც ამბობს, თავის სულიერ შვილებს, მონაზვნებს ასწავლის ლოცვას თავის წერილში და ეუბნება, რომ მზის ჩასვლისას უნდა დაიწყონ ლოცვა, გონიერი ლოცვა. მაგრამ მანამდე დაისვენე, წმინდა მამები იკითხე და იქ ეუბნება, დაუჯდომელი რაღაც პარაკლისები, კანონები, იკითხე, როგორც კი მზე ჩავა და დაბნელდება, დაიწყე ლოცვა. მე ამბობენ ხოლმე, თუ ლოცვით დაიღლები, ისევ გადადი კითხვაზე. კითხვაში იგულისხმება დაუჯდომელი, პარაკლისი, თქვა. ანუ თქვა შენ განსაზღვრული თუ გაქვს, რომ თქვა რამდენიმე საათი უნდა ილოცო და თუ გონიერი ლოცვით უკვე ძალიან დაიღალე და უკვე აღარ შეგიძლია ყურადღებას, კონცენტრაცია შენ თავში და უფლის მოხმობა და ძიება, მაშინ ცოტა ხანი და აღარ გამოდის აღარაფერი, ხო? შეიძლება რაღაც მომენტში დაისვენოთ. ეს დასვენება არის, აიღებ თქვა ფსალმუნებს, აიღებ დაუჯდომელს, აიღებ რომელიმე სხვა ლოცვას და რაღაცნაირად უგალობებს სიტყვითაც, პოეტურათაც, იმიტომ რომ ხო პოეტურად განშლილი საოცარი სიტყვებია, ხო? დაისვენებ ცოტა აი ამ გარეგან მსახურებაში, გარეგან სიტყვის მსახურებაში, ისევ გადადებ წიგს, ისევ ჩაუღმავდები. და თუ ადამიანს აი მგონიერი ლოცვის გამოცდილება არ აქვს და
ისევ ამბობ გეგონება ვინმეს გამოცდილება გქონდეს, მაგრამ თუ დაწყე ხო არის გამოცდილება რას ნიშნავს? დავიწყე და მე ესე იგი გავედი ბოლოში ვცხონდი, მაგრამ დავიწყე. თუ არ დაგვიწყია, თუ ამ დაწყებულის თვალსაზრისით პირველი საფეხურების გამოცდილება მაინც თუ არა გვაქვს, ვერ მივხვდებით, რომ ჩვენ დროს ვკარგავთ. სწორედ მაშინ ხვდები, როგორი უსუსური ხარ. შეიძლება ძალიან კარგად იგალობო. შეიძლება ფსალმუთა კითხვაში, დაუჯდომელში, იესო ტყბილის დაუჯდომელში წაიკითხავ, ღვთის ცრემლით წამოგივიდეს, ასე შემდეგ, სინანულის საგალობლებია, უამრავი, ემოციურად აღგავსოს, ბედნიერი გაგხადოს. როგორც კი დაждები იესოს ლოცვაზე, მიხვდები, რომ მკვდარი ხარ სულიერად. იმიტომ რომ შენი გული რეაგირებას არ ახდენს ქრისტეზე, არ ახდენს ქრისტეზე რეაგირებას. და ხვდები რომ ვაი დრო გადის და მე კიდე ჯერ მთავარი გასაკეთებელი არ მაქვს. არ აკყავს ქრისტე? არ აკყავს მამაი და არ აკყავს სულიწმინდა. არ აკყავს მამაიძე და სულიწმინდა ყოლაწმინდა სამება? დრო გარდაიცვლები მზად არ ახარ უფალთან შესახვედრად. ქრისტეს სიტყვებია ხო? დამკვიდრდებით, ჩვენ მოვალთ და დამკვიდრდებით. შენ გულში წყარო ფეთქავს სულიწმინდისა. და ეს წყარო ფეთქავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქრისტე ყავს დამკვიდრებული გულში. ყავს თუ არა ყავს, დადექი იესოს ლოცვაზე და მიხვდები, ყავს თუ არა ყავს. და მიხვდები, რომ დრო გარბის ძალიან დიდი სისწრაფით. და ვბერდებით. აგერ მე უკვე დავბერდი და ჩემზე ბებრები ხარ ზოგიერთები. რა გვეშველება წარმოგიდგენია. და მე წავალთ და მზად არა ვარ. და რომ ახსენდება ხოლმე რამდენი დრო მაქვს დაკარგული და ეხლაც რამდენს კარგო მე ახლა გული მისკდება თქვენი არ ვიცი. რა თქმა უნდა ჩვენ უფლის იმედი გვაქვს. აქ ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ რომ ესე იგი ვიღუპებით, კი მართლა ვიღუპებით აბა იესო ვის ჭირდება მხსნელი თუ არ გაიაზრა რომ იღუპება, მაგრამ ეს განცდა რომ ვიღუპებით არ არის საფუძველი სასწარკვეთილებისა. იმიტომ რომ მიუხედავად ასეთი ცუდ მდგომარეობაში რომ ვართ, მიუხედავად ამისა ღმერთ ძალიან უყვარვართ და მან თქვა თავისი ყოვლის შემძლე ნება განაცხადა, სადაც მე ვარ მინდა რომ თქვენც იქ იყოთ. ეს ჩვენ იმედს გვაძლევს. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს გასაკეთებლებზე. ჩვენს გასაკეთებელზე ვსაუბრობთ. და არ შეიძლება ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის და მოკვდა საშინელი ტანჯვით და რომელიც ჩვენთვის მღვდელმთავარია, ჯდომარე მარჯვენით მამისა და ფეხზე წამოუდგება ჩვენს ტკივილებს, როგორც სტეფანეს წარმოუდგა, არ შეიძლება აი ამის მცოდნე ადამიანებმა ჩვენ თქვათ, რომ ხო და რაღაც ეგრეა, ბარემ მაცხონებს კიდევაც. აბა ესეთი რამის ღირსია, ხო ხვდებით? და შეიძლება ესე არ ვამბობთ, მაგრამ ცხოვრების წესით გამოვხატავთ ამას. ამიტომ ვეძებოთ მუდამ ქრისტესთან ერთობა და უღალავად. როცა ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იესოს ლოცვაზე ზის, არაფერი არ გამოდის, ხო? გული მკვდარია, ხო? და უცებ რო გაიაზრებს, რომ ამდენი ხანი ზის და მის გულს, აი ამ ბინძურ გულს აიძულებს ქრისტესთან იყოს და მას ეს უნდა დამერწმუნოთ, რომ ამას დიდი ბედნიერება და ღირსება ქრისტიანისათვის არ არსებობს. თუნდაც არაფერი გამოდიოდეს, მაინც ეს უდიდესი ბედნიერება და ღირსებაა. ზიხარ და გადის დრო და შენ ამდენი ხანი იესო ქრისტე, იესო. ეს უმაღლესი ღირსებაა და უმაღლესი მდგომარეობა ადამიანის. ღმერთი შეგვეწიოს. ამინ. მადლი უფლისა, ჩვენისა, იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მობრძანდით.